ეხლა TV პირველი ჟურნალისტზე თქვენ თქვით და აი ესე იგი დედა ღამე აგინებენ ამ პოლიციელებს და მე მინდა რომ აი არაერთხელ მithქვია და რასაც ჩვენი პოლიცია უძლებს ამას ვერავინ ვერ გაუძლებს მე მგონი ვერავინ ამ ქვეყანაზე იმიტომ რომ ეს არის მართლაც სასწაული მეგობრებო იმიტომ რომ პოლიციელების აი რა შეურაცხყოფასაც აყენებს ახლა აი კონკრეტულად TV პირველი ჟურნალისტი ეს არანორმალური ეს რაღაცა ფსიქიკასთან პრობლემის მქონე ნატა გოგელია ნატო გოგელია რომელიც აი ჩართვის დროს ისი აქნებს თავს ეს შეურაცხადი მგონია და ფსიქიკური აშლილობა აქვს რაღაცა მე მგონი ამას იმიტომ რომ აი რა შეიძლება ადამიანმა ესე რაღაცა 1000-ჯერ აქნიო თავი და აი ეხა ნახეთ ერთი რას უკეთებს პოლიციელს სპეცნაზელს და ეს რომ ამას სააკაშვილის დროს გაეკეთებინა წელში გადაამტრევდნენ იქვე რა მაგრამ სააკაშვილის დროს ეს სხვაგან იყო ალბათ რა იმ ნატა ფერაძის არ იყოს 2012 წლამდე იმასა ვაკეთებდიო ალბათ იმას აკეთებდა ესეც რა ხო იმედოლოგისა არ გერიდებათ მაინც არავინ არ უყავს ეხა რატო გვაგინეს სპეცრაზმელებმა ტყუილად ჩემი არც შენი არა ჩემი სახელმწიფოსი არ რომელსაც მე ვაფინანსებ რა ხო და რატო არ უმწავა მოვიღებ უბრალოდ ანუ პოლიციის პიკაპებში აქვს დამალული ისინი რა ქვია მოიცადე ერთი წამი გადამიღე ფოტოები და თავი შუნზე ხონდა ყველა არა ხო ეს ფოტოები პოლიციის პიკაპებში აი პოლიციის პიკაპებში არის დამალული ისინი რა ქვია სპეცახლა რატო გაქვს პოლიციის პიკაპებში რატო მალავ პოლიციის პიკაპებს იყენებენ საფრთხილობისთვის რატო მალავ ხო მასი კაიჯი საკითხად არ დაგინახოთ მოსულები არ შემეთქი ვერკი და ბიჭო საქართველოს ახალანი მარტო დედას მოგიწყობს ესე იგი ეს თვითონ ატვირთეს ერთი ბერიძე არის ვიღაც არანორმალური ბათუმელი აქტივისტი ნაცების და ეგ დააწერა რომ ნატო გოგელიამო ნახე რა უქნა ესე იგი პოლიციას უვარდება მანქანაში პოლიციას ეუბნება რატო გადაგაკ პოლიციის მანქანით უნიფორმა გესმით აბა რითი უნდა გადაეტანა და როგორ ესე იგი ძრება ესე იგი ეს ფაქტობრივად ესე იგი პოლიციის აღჭურვილობაში ყოფს ხელს ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ხა რაც ამან გააკეთა იმიტომ რომ ეხა ამერიკაში ამას რაც ეხლა ამან ააგდა ადგილზე დახვრიტავდნენ შენ რა იქნება რა დევს იმ იმაში პოლიციის მანქანაში ეს არის სხვისი ესე იგი ვერ გავიგე ესე იგი ეგ იგივე ეხლა რომ შევიდეს იქა და რაღაცა ბაზაზე რაღაცა გააკეთოს ვინ რა იცი რა დევს იმ იმაში და არ მოხვირი აქ და მიაგინა მე ვიღაცა მიქიმ პოლიციას აი შეიძლება ხალხო აი ამის მოთმენა მაინტერესებს აი ამის რასაც ჩვენ ეხლა ყოველდღიურად უყურებთ და მე ამბობენ პოლიციელებსო რატო ძალადობენო ამათ პოლიციელები მართლა ის გონიათ რა ქვია ჩვეულებრივი კი არ გონიათ რაღაცა ისე რობოტები გონიათ აი ხა კიდე ერთი კადრი აი რასაც პოლიციის მე მინდა მივმართო შესაბამის უწყო დააპატიმრეთ ეს ნატო გოგელია ეს არის დამნაშავე ჟურნალისტობა ინდულგენცია არ არის შენ თუ დანაშაულს ჩაიდეს ვერც TV პირველი ჟურნალისტობა გიშველის და ვერც ვერაფერი და მე ვერ გავიგე ამდენი ხანია ქვეყანა ინგრევა ერთი კაცი სისხლის სამართლის წესით რა ვიცი არის დაჯილი ისე ვიღაცა კი იქნება 1-2 ალბათ მაგრამ რა ამდენი დანაშაულის ფერვერკია რასაც ქვია რა და ეს პოლიციელების კაცო მეცოდებიან აი რა რამდენი უნდა უთმინონ აი თქვენ ციხეებში ჯდომა არის ჩვენთვის პატივი გასაგებია და აი ამ მიგზე ჯდომა არის სირცხვილი და შეირაცხებით აი ეგრე ისტორიაში ხო მე შევირაცხებ შენ ხე უზრდელი გონი მაგრამ ხა გოგო ვარ და როგორ ლაპარაკობ შენ კაცი ხარ და კაცურად მოიქეცე ბიჭო ყალეები ვიტრო იქ უზრდელი ხარ უზრდელი ვარ კი არა მეტიც ხარ და შეაშინეთ ბებია თქვენები გაიგე და აი პირველები გაიქცევიან რო რა და თქვენ სიებს ყველგან ამბობთ და ყველგან დედამოგეცხნებათ რო რა მალაკეც კი მალაკეც კი არა ეგრე იქ შენ აი ევროპელები
ვლაპარაკობ ეხლა, იცი რატო? რომ ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან ბევრი ვიშრობე 15 წლიდან. და შენ ეხლა 500 და 700 ლარს იღებ ჩემ დარბევაში თითოთვეში. გაიგე? და შენაირი სტილების მეტად აია. საწავიღო ის დიპლომი, გეკითხე. უზრდელი ვიქნები, შენაირი ხალე მაინც არ ვიქნები. აი ახლა ამის გამქმედების გამო აი ახლა ევროპაში ამას თმებით ითრევდნენ და შეაგდებდნენ იქა ადმინისტრაციულად მინიმუმ სამართლი არა მინდა სისხლის სამართლის დანაშაულია ეს ბოზანდარა ესა ხედავ აი პრასტიტუტკა ეს აშპანდოვკა რასაც ქვია რასაც პოლიციას ესე იგი მიმართავ ბოდიში და ისაო რა ეს სამი ასოციო სამი ესე იგი როგორ შეურაცხყოფს ეს ახლა აი პირის რო გააღო კანალიზაციის მილი გასკადა რა და ეხლა ვის ოჯახში შევა ეს ნაძირალა გოგო რა ეს ბოზანდარების კრებული არის ეს მაინტერესებს მიშას ბოზე აი ნაცბოზების კრის როდის ჩატარდება აქცია რომ ერთი ნახო ერთი რამდენი ხართ რა აი ეს ახლა შეიძლება ნორმალურ ხალათ ეხა აღიქვა და ასწავლი მაქვს იძახის 15 წელი ბორდელში მუშაობდა ალბათ რა საადულა ემუშავა რა განათლებაზეა საუბარი 10 დიპლომი რო კონდეს თუ ძილობა ბატონო ლექსო ეს ახლა მომისმის ესენი არიან ბევრი განათლება არ გაიშო ეს ახლა შეიძლება მე ვიღაცა უზრდელო ქალო პოლიციელმა უნდა ითმინოს რომ ვიღაცა აგინებს ეს ახლა უნდა მოეკიდათ ქეჩოში ხელი მე რომ ქალი არის აი თმებში უნდა მოეკიდათ ხელი და შეგდოთ იქა იმ იმაში რა